პირობით მჟავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით დაცული ტერიტორიებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში პირობით მჟავრდებულები რესოციალიზაციაზე ორიენტირებულ საინფორმაციო შემეცნებით ტრენინგებში და საზოგადოებისთვის სასარგებლო აქტივობებში ჩაერთვებიან. პრობაციის ეროვნულ სააგენტოში აღრიცხვაზე მყოფი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მისჭილი აქტიური პირები კი დაცულ ტერიტორიებზე დასაქმდებიან. ეს მემორანდუმი კიდევ უფრო გააღრმავებს თანამშრომლობას ამ მოთხოვნებს შორის. ერთი მხრივ მემორანდუმის ფარგლებში, ეს მსახურება დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას, მეორე მხრივ ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას ის ადამიანები, რომლებიც არიან დღესდღეობით პროვოკაციონერები, მათ მივცეთ ის საშუალება, რომ დასაქმდნენ და მათი ინტეგრაციას შეეწყოს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში პრობაციონერები მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა აქტივობებში, რომელიც დაკავშირებული იქნება იმ უნიკალური ტყე-პარკების და დაცული ტერიტორიების, ასე ვთქვათ, დასუფთავებაში, ყოფითი ნარჩენებისგან გაწმენდაში, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს სუფთა გარემოს. დღევანდელი ინიციატივა არის ორმხრივად სასარგებლო როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის და პრობაციის ეროვნული ბიუროსთვის, ასევე პრობაციონერებისთვის, რომლებიც ამ ღონისძიებაში არიან ჩართულები, შედეგად მოხდება ჩვენი ბუნებრივი მემკვიდრეობის კიდევ უფრო კარგად დაცვა.